პირველ რიგში დავეწიოთ ბოლო მოვლენებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ახლა არის შეერთებული შტატები ჩაერევა თუ არა ამ ოპერაციაში, რა პირი უჩანს? დიახ, სოფო პატარა სტატისტიკა მინდა რომ მოგაწოდოთ სანამ ამაზე ვისაუბრებთ. მეტაპისათვის ისრაელის მიმართულებით ნასროლი რაკეტების შედეგად 804 ადამიანი არის დაზარალებული. აქედან 8 არის კრიტიკულ მდგომარეობაში და გარდაცვლილების რაოდენობა არის 24. ბოლო 2 დღის განმავლობაში მოსახლეობა ძალიან კარგად იცავს ყველა რეგულაციას, ამიტომ გარდაცვლილი ადამიანები არ არიან ყოველდღიურად ჩადის თავშესაფარში. რაც შეეხება ამერიკის მონაწილეობას, აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამოვყოთ ის ერთი პატარა სიახლე, რომელიც ისევ ამერიკის ჩართულობით დღეს დაიზრა. საუბარი არის I-53 მძევალზე, რომელიც ამ წუთას არის ღაზის სექტორში. ნაწილი ცოცხალია, ნაწილის გვამი აქვს დატყვევებული ჰამას. დღეს გახდა ცნობილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს თავაზობს, რომ შარმელ-შეიხში გადაინაცვლოს და ისაუბროს ძევლების გამოხსნის ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა თავისთავად ყატარმა უნდა მიიღოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, თუმცა ისრაელს ჰქონდა ძალიან ხისტი პასუხი და თქვა, რომ ის არ აპირებს ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, იმიტომ რომ ხედავს ორ საფრთხეს. პირველი ის, რომ ყურადღება გადაიტანოს ირანთან მიმდინარე ომიდან და მეორეც ისრაელი ფიქრობს, რომ თუ თეირანი დასუსტდება ამ დღეების განმავლობაში, მაშინ ძევლების საკითხი ავტომატურად შედარებით უფრო მარტივად მოგვარდება, იმიტომ რომ ხა ამ ყოველ ლაშასთან ტექნიკური ხარვეზეა, რომელიც იმედი მაქვს, რომ გამოსწორდება. დიახ, გესმით? სოფო. გესმის, დიახ. კი, დაბრუნდით, დიახ. რაც შეეხება ამერიკას, დღეს ტრამპმა რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა. პირველი ეხება აი ამ თვითონ რა თქმა უნდა მონაწილეობასთან დაკავშირებით ხამენეიზე თქვა, რომ რამდენიმე კვირა აშორებდა ირანს იმისაგან რომ დაეწყო ამ ნაღმის გამოყენება. შესაბამისად კიდევ ერთხელ თვითონ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც იცოდა, რომ ემზადებოდა ირანი ამ ატომური ბომბის გამოყენებისათვის. შესაბამისად კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აი სწორი იყო ის სავარაუდოდ გადაწყვეტილება, რაც მიიღო ისრაელმა. საელჩოს რაც შეეხება ელჩი ძალიან ღია და ესეთ კაფიო განცხადებებს აკეთებს იმაზე, რომ შეერთებული შტატების საელჩოზეა საუბარი, დიახ. შეერთებული შტატების საელჩოზე არის საუბარი, რომელიც არ აპირებს ევაკუაციას და პირიქით დიდ ბრიტანეთს შესთავაზა, რომ მათაც გადაიყვანონ თავისი დიპლომატები იერუსალიმში, იმისათვის რომ უფრო დაცულები იყვნენ და სხვათა შორის დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო თავისი დიპლომატების გადაყვანა იერუსალიმში, სადაც ანუ ამერიკის საელჩო არის განთავსებული. ამიტომ აშშ ამბობს, რომ არსად არავინ არ მიდის, ყველა რჩება აქ და არის იმის მოლოდინი, რომ სავარაუდოდ ირანმა რაღაცნაირად უნდა დაყაროს ფარხმალი და ასე ვთქვათ დანებდეს. ეს არის ის მოლოდინი, რომელიც აქაურ მედიაში ამერიკის ჩართულობის ამბავში არის. კი ბატონო, ტრამპი ძალიან ხშირად იმეორებს ამ ფრაზას, უპირობო დანებება, ამას ძალიან ხშირად იმეორებს, ასევე მინიშნებები ხამენეის ადგილსამყოფელის ცოდნასთან დაკავშირებით, ნეთანიაჰუს გარდა თქვენი თავდაცვის, ანუ ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებები ხამენეიზე პერსონალურად ეს აჩვენებს, რომ ჯერჯერობით ელოდებიან რას გადაწყვეტს ირანი საბოლოოდ. აი რაღაცნაირად ეს კვირა შეიძლება ჩვენთვის დღეები, საათები, არ ვიცი რამდენი დრო აქვს მას მიცემული და ალბათ სადღაც გუშინ ომანშიდან რამდენიმე სამთავრობო თვითმფრინავის დაჯდომას თუ გავითვალისწინებთ და ტრამპის განცხადებას მოლაპარაკებების სურვილის შესახებ, რომელიც მერე ხამენეიმ უარყო. ალბათ სადღაც მაინც მიდის რაღაც ტიპის მოლაპარაკებები, აზრთა გაცვლა, გამოცვლა ყოველ შემთხვევაში. ფიქრობთ, აი ტოვებს ეს მთელი ეს პროცესი ამ შთაბეჭდილებას, რომ მომდევნო რამდენიმე საათში, დღეებში ირანის პასუხზე და ქმედებებზეა დამოკიდებული, რამდენად მალე დასრულდება ეს ოპერაცია? სოფო ძალიან კარგი შეკითხვა დამისვით დღეს დაფიქსირდა ერთი ისეთი რამ, რაც წინა დღეებში არ ყოფილა და გეტყვით რას გულისხმობ. აი ამ ბალისტიკურ რაკეტებში, რომელიც ჩამოყარეს, იპოვეს ძალიან ბევრი კასეტური ნაღმი შიგნით, რომლებიც მანამდე არ ყოფილა წინა დღეების განმავლობაში. ამიტომ თითქოს არის საუბარი იმაზე, რომ ეს რაღაცნაირად ბოლო ჟამის ამბავი არის ირანის მხრიდან, ანუ სადაც ამ კასეტურ ნაღმებს იყენებს, რაღაცა მათი მხრიდანაც რესურსი, ასე ვთქვათ, იწურება. ცალსახად შემცირებული არის აი ამ ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა.
რაოდენობა იქიდან ასროლი. თვითონ ისრაელი ამბობს, რომ მინიმუმ 9 მათი რეზერვის განადგურებული არის, ასევე განადგურებული არის ის ირანში როგორც ჩვენ ამ დღეებში გავიგეთ ყველა ქალაქში არის ასე ვთქვათ გაფანტული სხვადასხვა ქარხანა, რომელიც საბოლოო ჯამში ერთად მუშაობს ამ ბალისტიკური რაკეტების აწყობაზე. ამიტომ ამ წუთას ისრაელი ამბობს, რომ რაც შეეძლო რომ გაეკეთებინა და რაც შეეძლო რომ აეფეთქებინა, ის ყველაფერი გაკეთებული არის, მინიმუმ 9 ამოწურული არის მარაგი. ელოდება ამერიკას იმისათვის, რომ მან ეს თავისი GBU-47 თუ ჩამოაგდებს, რომ აი ამ ფორდოს სადგურს დაეცეს და იქ 90 მეტრზე ჩააღწიოს. და ერთი ეს კოზირი ასე ვთქვათ, რომელსაც ისრაელი მსოფლიოსაც აჩვენებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, არის ის, რომ ამ სახელმწიფომ იცის სად არის ხამენეი. ამერიკაც ამას ადასტურებს, ისრაელიც ამბობს. ამიტომ აი ეს მესიჯი როგორ არის გამოყენებული ირანული საზოგადოების მხრიდან, უკვე მათზე არის დამოკიდებული. კი ბატონო, მინდა ვიკითხო კონკრეტულად ქართულ დიასპორაზე, საკმაოდ დიდი რიცხვია, რომელიც სახელდება ისრაელში, ისედაც ვიცით, რომ ეს ასეა, 180,000 ქართველი ებრაელი და მეტი რომ გითხრათ რიცხვებზე, რამდენი ადამიანია აქედან ჩასული, მათ შორის ვიზით და რამდენად იგრძნობა ყურადღება საქართველოს საელჩოს მხრიდან ასეთ რთულ ვითარებაში, ესეც მინდა ვიკითხო. სავარაუდოდ საუბარია იმაზე, რომ ისრაელში არის 180,000 ისრაელელი, რომელსაც აქვს ქართული წარმომავლობა, ქართველი ებრაელები, სხვადასხვა დროს წასულები, სადაც 1925-დან მას შემდგომ. კი ბატონო, თუმცა 45,000-ია ჩასული ახლა, ხო, ეს ვიცით ეს რიცხვი. დიახ, 45,000 არის დაახლოებით ეს საუბარი ეთნიკურ ქართველებზე, რომლებსაც აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა. აქედან სამწუხაროდ უმრავლესობას საბუთი არ აქვს და მათი უმრავლესობა იმ ქალაქში ცხოვრობს, ბათიამში, სადაც ყველაზე მეტი ნგრევა იყო და მსხვერპლიც ყველაზე მეტი იყო. კომუნიკაცია მე პირადად საერთოდ არანაირი არ მიგრძნია საკუთარი სახელმწიფოს მხრიდან. საელჩო ამბობს, გუშინ დაწერეს, რომ ქონდათ საუბარი 200 ადამიანთან იქ თითქოს ვიღაცებს შეხვდნენ, მე ეს ხალხი არ მინახავს, თუ მართალია, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მხოლოდ გზას დაულოცავ. თუმცა ყველაზე საწყენი სოფო ის იყო, რომ 14 ივნისს რო დაიწყო ეს ყველაფერი, ირანმა და თელ-ავივმა ანუ საელჩოებზე მაგ საუბარი იდენტური სტატუსები განათავსეს თავიანთ Facebook-ზე და ეს ისეთი შეურაცხყოფელი არის ჩვენთვის მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ამბობს, რომ ომი იქნება და შენი საელჩო წერს, რომ ჩვენ ყველას მოუწოდებთ იმისაკენ, რომ დასხდნენ და დიპლომატიური გზებით მორიგდნენ ერთმანეთთან, შენ დაანები ამ სახელმწიფოს თავი, შენ მე მომხედე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც მითხარი გვერდზე გამოქვეყნდა ეს ნეიტრალური ტექსტი. ერთად გამოაქვეყნეს თეირანმაც და თელ-ავივმაც საელჩოებმა ერთდროულად გამოაქვეყნეს ეს ტექსტები მათ გვერდებზე იძებნება. ამიტომ მე თეირანმა და საქართველოს საელჩომ ისრაელში ალბათ ამას გულისხმობ. თელ-ავივმა ვამბობ. დიახ, ანუ თელ-ავივში საქართველოს საელჩომ და თეირანში საქართველოს საელჩომ. მე ვიცი რომ გვისმენენ ახლა ჩვენ აუცილებლად და მინდა მოუწოდო რომ ძალიან ბევრ შეკითხვას სვამენ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები, მართალია ჩვენ შიგნით ძალიან ორგანიზებულები ვართ და არავის უპატრონოთ არ ვტოვებთ. თუმცა კარგი იქნება თუ რაღაცა ან ლაივი ჩანიშნონ Facebook-ზე, შეკითხვებს უპასუხონ, მიღების საათი დააწესონ, რომ ადამიანები მოვიდნენ და იკითხონ. არიან ხალხი, ვისაც უნდათ ისრაელიდან ამ წუთას გასვლა და ამ ეს საშუალება არსებობს, რომ დატოვო ისრაელი თუ გინდა. ამიტომ ახლა მე ვერ დავაკვალიანებ ამ ადამიანებს, ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, დიპლომატიური მისია ამიტომ აქვს ხო ჩვენ ქვეყანას. ამიტომ რა ვიცი, აი გულით გთხოვთ, არის საჭიროება დანიშნეთ ან ლაივი ან შეხვედრა, მოვა ხალხი და აუხსენით. საკმაოდ ლოგიკურია ტექსტებისა და განცხადებების მიღმა, საელჩოს მთავარი ფუნქცია ასეთ კრიტიკულ ვითარებაში საკუთარი მოქალაქეების დაცვა და საჭიროებებზე ორიენტირებულობა. სულ ბოლოს მოკლედ ვიკითხავ ლაშა, რამდენად ხანგრძლივი გონიათ ეს ოპერაცია? მე არ მგონია ხანგრძლივი ეს ოპერაცია, იმიტომ რომ ცალსახად ხედავთ ჩვენ იმას, რომ ირანი დასუსტებული არის, ირანი ვერაფრით ვერ ჩაითრევს რეგიონის ქვეყნებს ისრაელის წინააღმდეგ, იმიტომ რომ აბრაამის შეთანხმება, რომელიც ისრაელსა და რამდენიმე არაბულ სახელმწიფოს შორის მოქმედებს, უფრო და უფრო ვითარდება. რეგიონული ომი არ იქნება, ირანი ვერ ჩაითრევს ვერავის ამ ომში, პირიქით ისრაელთან მუშაობა უნდა თითქმის ყველა არაბულ სახელმწიფოს, ამიტომ მე მგონია, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება. ჩვენს დიასპორას მინდა უთხრა, რომ მე ძალიან ვბრძნობ თავს, თავარია ჩვენ რეგულაციები დავიცვათ, ეს ქვეყანა ჩვენ ისე დაგვიცავს, როგორც არც ერთი სახელმწიფო, ალბათ ისეთი დაცული ქვეყანა, როგორც დღეს ისრაელია, მე დედამიწის ზურგზე სხვა არ მეგულება.